როცა რამე იდუმალ ან ტრაგიკულ ისტორიას ჩაუჯდები ხოლმე შესასწავლად, თემა მთლიანად იპყრობს ჩემს გონებას და ამიტომ ვცდილობ რომ სამუშაოს რომ მორჩები ხოლმე ეგრევე ამოვაგდო ეს ისტორიები ჩემი თავიდან. ასე დამემართა მაგალითად, როდესაც მე მუშაობდი დიატლოვის თემაზე, ხამარდაბანის უღელტეხილზე, თავმოჭრილთა ხეობაზე, მიცვალებულთა ტბის შესახებ ვიდეოზე, ასევე ალიოშინკაზე, გახსოვთ თქვენ უცხო პლანეტელი, რომელიც ჩელიაბინსკის ოლქში იპოვეს. თუ არ გაქვთ ვინმეს ნანახი ეს ვიდეოები აუცილებლად ნახეთ. მე მათზე საკმაოდ დიდი შრომა მაქვს დახარჯული და ძალიან ჩემი აზრით კარგები გამოვიდა, ეს თქვენი შესაძლებელია. მე ზოგადად მიყვარს ჩახლართული ისტორიები, რომელთაც მისტიკის სუნი აზდით და გამიჩნდა სურვილი რომ გაურკვეულიყავი თუ რატომ არასვენებს უამრავ ადამიანს ერთი თითქოს და ჩვეულებრივი სიკვდილის, მკვლელობის თუ თვითმკვლელობის ამბავი, რომელიც შორეული ავსტრალიის შორეულ პლაჟზე შორეულ 1948 წელს მოხდა. უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და ჩემთან ერთად იმოგზაურეთ ამ კონტინენტის სამხრეთ ნაწილში, გაიცანით უცნაური ადამიანები და ისინი მოგვიყვებიან ისტორიას, რომელიც გვირდებით რომ დიდხანს არ მოგასვენებთ. მე +16+18 არ დამიდია ვიდეოზე, რათა YouTube-ს ისედაც ეს მწირე შემოსავალი არ შეეზღუდა, რომელიც მონეტიზაციიდან შემოდის ის რამდენიმე ევრო. ამიტომ ჩემი ვალია გაგაფრთხილოთ, რომ ვიდეოში არის საკმაოდ სენსიტიური მომენტები, ხა პატარა ბავშვებისთვის მაინც და მაინც რეკომენდირებული არ არის. მანამდე კი გამარჯობა და მინდა როგორც ყოველთვის მოგიწოდოთ რომ უყუროთ ვიდეოს ბოლომდე, გადააზიაროთ იგი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, რა თქმა უნდა, ბმულის საშუალებით, გააცნოთ თქვენს მეგობრებს რომ ასეთი არხი არსებობს, მოიწონოთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მოწონების დასმა ისევ და ისევ იმეორებ ძალიან ეხმარება არხს და ვიდეოს წინსვლაში. და რა თქმა უნდა, უზარმაზარი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფინანსურად ეხმარება ჩემს არხს, ასეთები უკვე საკმაოდ მრავლად არიან და არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ეს იქნება 1 ლარი თუ 100 ლარი, ყველა ჩარიცხული თეთრი ჩემთვის არის სტიმული, რომ მე თქვენ ახალი და საინტერესო ისტორიებით მოგამარაგოთ. ბინა მყუდრო კომფორტული და დაცული უნდა იყოს. ეხ, უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ და ხშირად ამის მისაღწევად იმდენ დროს, ენერგიას და ნერვებს ხარჯავთ, რომ რემონტი სტიქიური უბედურების სინონიმი ხდება. საბედნიეროდ მე აღმოვაჩინე სარემონტო კომპანია, სახელად მშენობელი, რომელმაც შემომთავაზა საუკეთესო ხარისხის მომსახურება, რომელშიც შედის არქიტექტურა, პროექტირება, დიზაინი, ხარჯთაღრიცხვა და ყველაფერია სწრაფად, ხარისხიანად და ხელმისაწვდომ ფასებში. კომპანია მშენობელი უკვე ჩემი მშობლიური ქალაქის ბათუმის ბაზარზეც ოპერირებს. კომპანიას აქვს საკუთარი საწარმო, სადაც შეგიძლიათ დაამზადებინოთ ავეჯი, რომლის ინტეგრაციაც იდეალურად მოხდება ახალგარემონტებულ სივრცეში. ეს რამდენ პრობლემას მოგიხსნით, ალბათ ახსნა არ სჭირდება. სარემონტო კომპანია მშენობელს მე უკვე ვანდე ჩემი ბინის რემონტი. ახლა თქვენი ჯერია. მშენობელის საკონტაქტო ინფორმაციას ვიდეოს აღწერაშიც იპოვით. მაშ ასე 17 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც დილის 6 საათზე 1948 წლისა და ეს ხდება ავსტრალიური ზაფხულის პირველ დღეს, 1 დეკემბერია, ადელაიდას სომერტონის პლაჟზე კარგად ჩაცმული მამაკაცი შეამჩნიეს. იგი ტალღების დამცავ ლოდებზე არის მიწოლილი და თითქოს შორს ზღვისკენ იყურება. მამაკაცი ჩაცმულობით ნამდვილად არ გავს ადამიანს, რომელმაც პლაჟზე ღამე გაათენა და არც საერთოდ რაღაც პლაჟისთვის შეუსაბამოდ აცვია. პლაჟთან ახლოს ორი ძმა ასეირნებს ცხენებს, ერთ-ერთ ძმას მოეჩვენება, რომ ადამიანი, რომელიც წამოწოლილი არის პლაჟზე და მიყრნობილი არის ქვებს, მათ ხელს აუწევს, ამიტომ ისინი მივლენ მასთან და შეეკითხებიან რამე ხომ არ იჭირთო. უცნობს გაყინული მზერა აქვს, ერთ-ერთი ძმა ჩამოხდება ცხენიდან, მას შეანჯღრებს და ამ შეანჯღრების მომენტში ადამიანი გადაიქცევა, წაიქცევა, როგორც თოჯინა დავარდება
ქვიშაზე. ამ წამიდან იწყება იდუმალებით მოცული ისტორია, რომელიც 10 წლეულებია არასვენებს კრიმინალისტებს და უბრალოდ მსგავსი ისტორიის მოყვარულთ და მათ შორის მეც გახლავართ. იმედია მათ რიცხვს თქვენ შეუერთდებით და თუ ვიდეოს ბოლომდე ნახავთ, გაიგებთ რომ ამ ისტორიაში ძალიან ბევრი რამ არის უცნაური, მისტიური და იდუმალებით მოცული. აქ თქვენ შეხვდებით ჯაშუშებს და შიფრებს, კვლავ შიფრებს, როგორც წინა ვიდეოში, უცნაურ დამთხოვებს და მიგნებებს, შეთქმულებათა თეორიებს და ეჭვიან ქმრებს, კილერებს, ისტორიას, რომელიც თითქოს და სტალინთან და რუსეთთან არის დაკავშირებული, ბალერონებს, უკანონო შვილებს, მოკლედ მთელი ჯემი თუ მოგლი არის ამ ისტორიაში უცნაური ამბებისა. ისტორია, რომელსაც თითქოს ბოლო არ უჩანს და ისტორია, რომელიც თითქოს ამოიხსნა. მაინც ვინ იყო, საიდან მოვიდა, ვინ მოკლა, ან რატომ მოკლა თუ მოკლა. სომერტონელი მამაკაცი, ასე უწოდებენ მას. სწორედ ამის შესახებ ჩვენ საკმაოდ გრძელ მოგზაურობაში მივდივართ ახლა და ამიტომ როგორც ყოველთვის მე გირჩევთ რომ მოიმარაგოთ ცხელი ყავა და ჩაუჯდეთ ისტორიას. ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოსი დერიკ ებოტი ამ ამბით დაახლოებით 25 წლის წინ დაინტერესდა არ ქვია დაავად და შეიძლება ითქვას და შეაგროვა ყველა ფაქტი, რომელიც ამ ამბავს უკავშირდებოდა. იგი სხვა შორის ხშირად დადის სასაფლაოზე და მუდმივად იმუხლებს თეთრი მარმარილოს ფილასთან, რომელზეც ეწერა აქ განისვენებს უცნობი მამაკაცი, რომელიც 1948 წლის 1 დეკემბერს იპოვეს სომერტონის პლაჟზე. ებოტმა შეისწავლა ყველა არტეფაქტი, რომელიც ამ ისტორიას ეხებოდა. წაიკითხა ყველა პროტოკოლი და პუბლიკაცია და საპოლიციო და პათანატომიური დასკვნა. იბრძოლა ბოლომდე რომ მომხდარიყო ამ გვამის ექსგუმაცია და მისი დნმ-ის ანალიზის ჩატარება. გაიგებთ თუ რა შედეგი მოყვა ზოგადად მის ბრძოლას და დღევანდელი თხრობისას მე მთლიანად თუ არა ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი პროცენტით ვეყრდნობი ამ ძალიან საინტერესო ადამიანის მიერ მოკვლეულ მასალებს და მე მინდა მას დაუსწრებლად მადლობა გადაუხადო. დავბრუნდეთ კვლავ 1948 წელში. 30 ნოემბერია, გაზაფხულის ბოლო დღე, საკმაოდ თბილა, როგორც ყოველთვის ამ პერიოდში და ადგილობრივი იუველირი თავის მაღაზიას კეტავს, მეუღლესთან ერთად გამოდის პლაჟზე სასეირნოდ და ისინი ამჩნევენ ძალიან კარგად მდიდრულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელიც ქვებთან არის მიწოლილი და ეს მამაკაცი მათ ხელს აუწევს. მაგრამ როგორც კი აწევს, ეგრევე რაღაცაზე მოწყვეტილად ეს ხელი მას დაუვარდება ქვემოთ. მამაკაც თითქოს რაღაცის თქმა უნდა და ერთადერთი რასაც იუველირი და მისი ცოლი გაიფიქრებენ ან ერთმანეთს ეტყვიან, სად მოასწრო ამ კაცმა ასე დათრობაო. ეს იყო ალბათ ერთადერთი კითხვა, რომელიც მათ გაუჩნდათ და რომ არა მათი გულგრილობა და შანსი იმისა, რომ მათ შეეძლოთ ადამიანის გადარჩენა, ჩვენ რა თქმა უნდა დღეს ამ ვიდეოს არ ჩავწერდით. ცოტა ხნის შემდეგ ამ ადგილიდან 10 მეტრის მოშორებით მდგარ პლაჟიდან ცოტა ზემოთ მდგარ გრძელ სკამზე ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი ჩამოსხდა და როგორც ისინი ყვებიან, მათ შეამჩნიეს ეს მამაკაცი, მათაც მიაქციეს ყურადღება, რომ იგი საკმაოდ კარგად იყო ჩაცმული და მათაც იფიქრეს, რომ ადგილობრივ ბარში მას ამ კაცს ბევრი მოუვიდა ვისკის დალევა და ალბათ ზინავს. როდესაც წყვილი წამოდგა, გოგონამ შეამჩნია, რომ მამაკაცმა ფეხი გაიქნია. არ არის გამორიცხული, რომ ეს სომერტონელი უცნობის, როგორც მას მალე დაარქმევენ, უკანასკნელი გამოძრავება ყოფილიყო. როგორც გახსოვთ, დილის 6 საათზე პოულობენ ცხედარს, ძმები და ცოტა მოშორებით, სხვა შორის ჩვენი იუველირი ბანაობს, რომელიც შეყვარებულია ეტყობა ზღვაზე და ყოველ დილით იგი ოკეანეში ჩადის. მას დაუძახებენ ძმები და
როდესაც იუველირი მიუახლოვდება ამ ადგილს, იგი მიხვდება, რომ ეს ის კაცია, რომელიც მან და მისმა მეუღლემ გუშინ საღამოს ნახეს. 6 საათი და 45 წუთია ადგილზე პოლიცია მოდის, გარეგანი დათვალიერება ხდება, რა თქმა უნდა და ჩვენც გავყვეთ პოლიციის პროტოკოლს. ესე იგი, გარეგანი დათვალიერებით ბრძოლის ნიშნები ადამიანს არ ემჩნევა. ტანსაცმელი სუფთაა, მშრალია და საკმაოდ ძვირფასი. ესე იგი, გვამი წყალს არ გამოურიყავს. ფეხსაცმელები არის ინდივიდუალურად შეკერილი და იდეალურად გაპრიალებული. ესე იგი, მას პლაჟზე დიდხანს არ უსეირნია. აცვია ძვირფასი თეთრი ბატისტის პერანგი, ყავისფერი შალის უსახელო სვიტრი, ასევე ძვირფასი ყავისფერი ტვიდის ორბორტიანი პიჯაკი და ასევე ტვიდის ღია ფერის შარვალი. ჰალსტუხი საკმაოდ ელეგანტურია, იგი ლურჯ წითელ დამრეც ზოლებში არის გადაწყვეტილი და გულზე უგდია სიგარეტის ნამწვი, რომელიც ნახევრამდე არის მოწეული და ეს თითქოს იმას უნდა მიანიშნებდეს, რომ უცნობი მოწევის მომენტში გაითიშა ან კომაში ჩავარდა. დავიმახსოვროთ ეს მომენტი. ერთადერთი უცნაურობა ის არის ამ ჩაცმულობაში, რომ იგი სრულიად არ შეესაბამება მოცემულ სეზონს. ამ დროისთვის ადელაიდაში საკმაოდ ცხელა, ხოლო ტანსაცმელი საკმაოდ თბილია. კიდევ ერთ საინტერესო მომენტია ის, რომ გარდაცვლილის მახლობლად არსად არის, გარსად ჩანს შლაპა. შლაპა იმ დროისთვის ასეთი ჩაცმულობისთვის შეიძლება ითქვას 100%-იანად აუცილებელი აქსესუარი იყო. და წინსრებით გეტყვით, რომ ყველა ტანსაცმელზე, ყველა აბსოლუტურად პერანგი იყო, ეს შარვალი იყო თუ სხვა რამ, აჭრილი არის საფირმო ნიშნები. ეს ძალიან უცნაურია. ჯიბეების დათვალიერებისას აღმოჩნდა ერთი ბილეთი, გამოუყენებელი ბილეთი ადელაიდიდან ჰენრი ბიჩამდე, ეს დაახლოებით 40 კილომეტრი ადელაიდიდან, მეორე ბილეთი, რომელიც გამოყენებული იყო და იყო ადელაიდის გარეუბნიდან ცენტრამდე, ასევე ჯუსი ფრუტის საღეჭი რეზინის ნახევრად გაცლილი ყუთი და რაც საინტერესოა ძალიან იაფფასიანი სიგარეტის ყუთი, ეს გახლავთ Army Club-ი, ძალიან მდარე ხარისხის სიგარეტი იყო და კაპიკები ღირდა, მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ შიგნით ამ ყუთში იდო ყველაზე ძვირფასი მარკის სიგარეტი, ეს გახლავთ კენსიტასი, რომელსაც მხოლოდ ძალიან დიდარი ადამიანები ეწეოდნენ და როგორც წესი პირიქით ხდება ხოლმე, ხო? ადამიანები თავი რომ მოაწონონ სხვას, კარგ ყუთს, ანუ ძვირფასი სიგარეტის ყუთს იტოვებენ და შიგნით როცა შესაძლებლობა არ აქვთ, იაფფასიან სიგარეტებს აწყობენ. აქ პირიქით იყო, ეს ძალიან საინტერესო მომენტია. ჯიბეში უდევს კიდევ 2 საوارცხელი და არ აქვს არანაირი დოკუმენტი და არც ერთი კაპიკი ფული. კაპიკი არა, ცენტი, ავსტრალიური დოლარები აქვს, არც ავსტრალიური ცენტები აქვს. რა თქმა უნდა, ამ დათვალიერების შემდეგ და ადგილის დათვალიერების შემდეგ მამაკაცი გადაყავთ ადგილობრივ მორგში. ახლა შემოგთავაზებთ უკვე გარდაცვლილის დახასიათებას, რომელიც ჩაატარა ადგილობრივ პათანატომმა და ეს ყველაფერი ჩვენ მომავალში გამოგვადგება. მაშასე, გაკვეთამ აჩვენა, რომ მამაკაცი არის დაახლოებით 40-დან 45 წლამდე. იგი გარდაიცვალა ღამის 2 საათზე. მისი სიმაღლე არის 1.80 სანტიმეტრი, იგი არის ევროპული გარეგნობის, ბრიტანული ტიპის, ნაცრისფერი თვალებით, ესეთი მოჟღალო თმით და რაც ძალიან საინტერესოა, მას აქვს წვივის კუნთები ძალიან ძლავრად განვითარებული. როგორც პათანატომი ამბობს, მსგავსი განვითარება ახასიათებთ მხოლოდ და მხოლოდ ბალერონებს, ანუ ბალეტის მოცეკვავეებს. სხეულზე არ შეიმჩნევა არანაირი სისჩაქცევები, ბრძოლის კვალი არ არის, როგორც გითხარით, ნაკაწრები არ არის, ჭრილობები არ არის, სიზარღვები ნორმაშია, გული ნორმაშია, ანუ გულის პრობლემებით არ გარდაცვლილა ადამიანი, მაგრამ საღლაპავი აქვს მას დაზიანებული. საღლაპავის რამდენიმე ადგილას შეიმჩნევა ესეთი ფიფქივით ნადები, ერთ ადგილას არის დაწყლულებული, კუჭში არის სისხლთან შერეული, როგორც ჩანს საღლაპავიდან წასული სისხლით გაჟღენთილი
საკვების ნარჩენები, რომელიც როგორც დადგინდა არის ტრადიციული მავაშლის ნამცხვარი, რომელიც მან გარდაცვალებამდე 6-7 საათით ადრე ჭამა. და რა ძალიან საინტერესო არის ღვიძლი გადიდებული და ელენთა არის სამჯერ გადიდებული. უზარმაზარი ელენთა, ეს იმას ნიშნავს, რომ აქ რაღაცა დიდი ანთებითი პროცესები მიმდინარეობდა და რა აღმოჩნდა, რომ მართლაც ასეა და თირკმლებზე არის ეს პრობლემა. შეინიშნება ასევე მწვავე გასტრიტის ნიშნებიც, მაგრამ არც ერთი ეს სიმპტომი მომაკვდინებელი არ არის. პათოლოგ-ანატომს გამოაქვს დასკვნა, რომ მამაკაცი მოწამლეს, რომ იგი მოკლეს. იგი წერს დასკვნაში ბოლოსკენ, რომ მე დარწმუნებული ვარ, მამაკაცი თავის სიკვდილით არ მომკვდარა. იგი მოკლეს, იგი მოწამლეს და საწამლავად შესაძლოა ყოფილიყო გამოყენებული რომელიმე ბარბიტურატი ან ძლიერი საძილე პრეპარატი. ბარბიტურატები ზოგადად გახლავთ პრეპარატების ჯგუფი, რომლებიც თრგუნავენ ნერვულ სისტემას, ისინი კრუნჩხის საწინააღმდეგოდ გამოიყენება დასაძინებლად, ანესთეზიაში და ასე შემდეგ. ფაქტია ისიც, რომ ადამიანი სწრაფად არ მომკვდარა და მისი აგონია რამდენიმე საათს გრძელდებოდა, თუნდაც ამას მიუნიშნებს ის ამბავი, რომ 5 საათით ადრე ის ნახა იუველირმა და მისმა ცოლმა და ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ადგილობრივი პათანატომი ამ ნივთიერებას, ან მომწავლობ ნივთიერებას ვერ პოულობს და სიდნეის უნივერსიტეტიდან იწვევენ ცნობილ ტოქსიკოლოგს, პროფესორს ვინმე ჰიგს და ჰიგსი სწავლობს ყველა მონაცემს, სისხლის ანალიზებს გააკეთებს და ამბობს, რომ უცნობს მიღებული აქვს 2 ტიპის შხამი. მაგრამ ამ შხამის სახელებს იგი საჯაროდ ვერ იტყვის, იგი დაწერს ფურცელზე დაუწერს ადგილობრივ პათანატომს და ეტყვის, რომ არ გასაჯაროვდეს ეს საწამლავები, იმიტომ რომ ისინი თითქმის ყველას მოეპოვება სახლში და შეიძლება ვინმეს ცდუნება გაუჩნდეს, რომ ამ თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი პრეპარატებით შესაძლებელია ვინმეს მოკვდინება. გარდაცვლილს გადაუღეს ძალიან კარგი ხარისხის ფოტოები და შემდეგ ეს ფოტოები დააგზავნეს ავსტრალიაში, რომ იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ იგი ამოიცნოს და მისი ვინაობა გაამჟღავნოს. თითის ანაბეჭდები გადასცეს საგამოძიებო მთავარ სამსახურს, შემდეგ ამ მთავარ სამსახურმა დააგზავნა ინგლისურენოვან ყველა ქვეყანაში და აღმოჩნდა, რომ იგი არც ერთ ბაზაში არ მოიპოვება. ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სადაც ეწერა, რომ გარდაცვლილი მამაკაცი არის ვინმე ლუის ჯონსონი, სახელად და გვარად და რედაქციაში რამდენიმე ლუის ჯონსონი მივიდა მეორე დღეს და თქვენს რომ აგერავთ, ჩვენ ცოცხლები ვართ, დაგვანებეთ თავი, ანუ საიდან მოიტანა ჟურნალისტმა ეს სახელი და გვარი, მხოლოდ მან იცის. აღმოჩენიდან მესამე დღეს, 4 დეკემბერს, პოლიცია აკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომ ადამიანი არ არის როგორც ჩანს კრიმინალი, იმიტომ რომ მისი თითის ანაბეჭდები არც ერთ ბაზაში არ მოიპოვება, მას გაუკეთებენ ბალზამირებას და თუ კი ვინმეს აქვს სურვილი, თქვათ ვინმე არის დაკარგული მისი ახლობელი და გონია რომ შესაძლოა ეს ადამიანი იყოს, მათ აქვთ დრო, რომ ცხედარი ნახონ, დაათვალიერონ და ამოიცნონ მასში მათი ახლობელი. მაგალითად, ერთმა მამაკაცმა ცხედრის ნახვის შემდეგ განაცხადა, რომ მე ამ კაცთან ერთად ჰოტელში ვსვამდიო 13 ნოემბერს, კარგად მახსოვსო, კარგად რო დავთვერითო, მერეო თავისი სამხედრო საბუთები მაჩვენაო და სოლომონი ქვიაო ამ კაცო. კიდე 2 კაცი მოვიდა და ესო არისო 65 წლისო, ჩვენი თანამშრომელიო, მეტყევეო, ტყის მჭრელი არისო, რობერტ ვოლშიო. სხვაშორის იგივე თქვა სხვა ადამიანმაც და ადამიანი არ არის 65-ის, აშკარად ახალგაზრდა 40-დან 45 წლამდეა. გადის 2 თვე და 14 იანვარია 1959 წლის და ვაგზლის თანამშრომლები გახსნიან შემნახულ საკანს, რომელსაც დიდი ხანია უკვე აღარ იყენებს არავინ და იქ აღმოაჩენენ ჩემოდანს. ჩემოდანს, რომელიც როგორც შემდეგ დაადგენენ, კვლელობის დღეს, ანუ 1958 წლის 30 ნოემბერს დილის 11 საათზე არის ჩაბარებული და მას შემდეგ მას აღარავინ მოაკითხა
და რა თქმა უნდა ამ ჩემოდანს მიიტანენ პოლიციაში, იმიტომ რომ გაჩნდება ეჭვი და მთელმა ქალაქმა კი არა, უკვე მთელმა ავსტრალიამ იცის სომერტონელი უცნობის შესახებ, რომ ეს მისი ჩემოდანია. მით უმეტეს რომ ჩემოდანს საჭრილი აქვს საფირმო ნიშანი, მაშინ ჩემოდნებზე, ახლაც არის პრინციპში კარგი ჩემოდნებს ყველას საფირმო ნიშანი აქვს და სახელი აწერია. ჩემოდანს ხსნიან და მასში აღმოჩნდება შემდეგი ნივთები. რო არ შემეშალოს წავიკითხავ. ეს გახლავთ წითელი ხალათი, რომელსაც სახლში იცვამენ, წითელი ფერის სახლის ფაჩუჩები, ტრუსები რამდენიმე ცალი, პიჟამო, საპარსი მოწყობილობა, ღია ფერის შარვალი, ინდიკატორიანი სახრახნისი, ანუ აი რო დაადებ და ფაზას რო აჩვენებს, რომ ინთებაში ინით, ძალიან საინტერესოა. სადილის ჩვეულებრივი დანა, რომელიც სპეციალურად არის გალესილი და დამოკლებული, თითქოს იგი აღწყვლელობის იარაღად არის გადაკეთებული. აქვედებს მაკრატელი ასევე სპეციალურად წამარხული და ბასრი კიდეებით, ტრაფარეტების საღებავი სპეციალური ფუნჯი, კონვერტები და ფურცლები. და რაც ძალიან საინტერესოა, ეს გახლავთ ნარინჯისფერი ძაფის გორგალი. ასეთი ძაფით მიცვალებულზე ნაპოვნი შარვლის ერთ-ერთი ნაწილი იყო ჩაკერებული თითქოს შიგნიდან. მსგავსი ძაფი არ იყიდება ავსტრალიაში და იგი აშკარად სადღაციდან არის ჩამოტანილი. პარალელურად ჩემოდანში პოულობენ ჰალსტუხს, პერანგს და სარეცხ ტომარას. სარეცხი ტომარა მაშინ ასეთი რამ იყო, ესე იგი ტომარაში დებდნენ სარეცხს, პირს მოუკრავდნენ და ისე რეცხავდნენ სარეცხ მანქანაში. ამ პერანგზე, ჰალსტუხზე და სარეცხ ტომარაზე წერია წერტილი კეინი. ესე იგი, ეს მამაკაცი არის ტომას კეინი. აქ ორი ვარიანტია. ერთი, რომ ეს ნამდვილად ამ ნივთების მფლობელი სახელი და გვარია და მეორე, რომ იგი სპეციალურად დააწერეს, რომ შეცდომაში შეეყვანათ გამოძიება. ანუ წარწერა ყალბი იყო. ანუ ამ ადამიანის სახელი არ არის ტომას კეინი. არ ვიცი მიაქციეს თუ არა ყურადღება ეს ჩემი დაკვირვება ასეთი რომ ყველაფერი დევს თითქმის რაც ადამიანს და მამაკაცს სჭირდება სამოგზაუროდ, მაგრამ არ დევს წინდები. რომ წინდებში ინახავდნენ ხოლმე ფულს და იზედებდნენ შემდეგ ჩემოდანში თუ ბევრი იყო ეს ფული. რა ვიცი, ცადეთ თუ გნებავთ 100 ლარიანები ან 200 ლარიანები შეკრიბეთ და აბა რამდენი ჩაო ერთ წინდაში. ძალიან ბევრი ჩადის. მე კიდევ ერთი ესეთი ვარაუდი გამიჩნდა, რომ არ არის გამორიცხული ვიღაცა უსინდისო ადამიანმა შესაძლოა თვითონ სადგურის თანამშრომელმა გახსნა ჩემოდანი, ნახა ეს ფულით გამოტენილი წინდა და ალბათ თავის წინდებიანად ამოიღო ჩემოდანი. ეს ჩემი ნაფიქრია. მოკლედ დაიწყეს ტომ კეინის ძებნა და აღმოჩნდა, რომ ცოტა ხნის წინ ვიღაც თომას კეინი მართლაც დაკარგულა. იგი მეზღვაური გახლდათ და ზღვაში გადავარდა გემიდან თითქოს, იმიტომ რომ გემზე იყო და ვეღარ იპოვეს და თითქოს ეს ტრაფარეტების ფუნჯიც ამაზე მიუნიშნებდა, იმიტომ რომ მეზღვაურები ხშირად ატარებენ ასეთ ფუნჯებს, იმიტომ რომ თვითონ გემზე რაღაცებს ახატავენ ხოლმე, თქვა გასასვლელებს, სხვადასხვა სიმბოლოებს და არ იყო გამორიცხული, რომ მართლაც ეს ადამიანი ყოფილიყო მეზღვაური, ათლეტური აგებულებისა, მე დამოიწყდა ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ესეთი კარგი ნავარჯიშებია, ეს ჩვენი უცნობი და რა თქმა უნდა, გამოძიებლებს გაუხარდათ, რომ დაადგინეს ვინ არის, დაუძახეს მის თანამშრომლებს, მის ოჯახის წევრებს, მათ ნახეს და თქვეს, რომ არა. კატეგორიულად, აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანია, ის იყო მეტრას 60-მდე, სრულიად შავი თმით, შავი თვალებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოგვიანებით დააგზავნეს მოთხოვნა და მოვიდა ცნობა ყველა ინგლისურენოვანი ქვეყნიდან, რომ მსგავსი სახელის და გვარის ადამიანი სხვა არავინ დაკარგულა. პოლიციამ გადაამოწმა ყველა მატარებელი, რომელიც 30 რიცხვში ჩამოვიდა ადელაიდაში, ასეთი ყველა რა 2 იყო სულ და გამცილებელმა თქვა, რომ კი ასეთი ადამიანი მე ვნახე, მას ჰქონდა ერთი ჩემოდანი, ზუსტად ეს ჩემოდანი იყო, როდესაც მიიყვანეს ამოცნობაზე და ჩვენ 11 საათზე ჩამოვედით. შემდეგ ნახეს ავტობუსის ძღოლი, რომელმაც ეს ადამიანი მიიყვანა ადელაიდის გარეუბანში და როგორც გახსოვთ,
მას ბილეთიც კი აღმოაჩნდა ადელაიდის გარეუბნიდან ცენტრამდე. მოკლედ ჩემოდანში გავერკვიეთ, ახლა მივადგეთ თავარს. ჩემოდანში აღმოჩნდა შარვალი და როდესაც იგი კარგად შეისწავლეს, იპოვეს ესეთი ჩაკერებული თითქოს საიდუმლო ჯიბე, რომელიც შარვლის შიგნიდან იყო. ანუ კარგად რო არ დაგეთვალიერებე, იმას ვერ შეამჩნევდა ადამიანი და ნახეს რომ შიგნით რაღაც დევს, გაჭრეს და ამოიღეს დაგორგლილი ესეთი ქაღალდი და როდესაც იგი გაშალეს მასზე ლათინური ასოებით, მაგრამ აი ესეთი ლამაზი თითქოს სპარსული შრიფტით ეწერა თამამ შუდ. სრულიად გაურკვეველი ორი სიტყვა. ამ ქაღალდის ნაგლეჯს თავისი წარწერით კარგად ეტყობოდა, რომ ის იყო ტიპოგრაფიაში გაკეთებული შრიფტით და როგორც ჩანს, იგი წიგნიდან იყო ამოჭრილი და რაც საინტერესოც არ უნდა იყოს, აი ეს დაგორგლილი და შემდეგ აი ესეთ საიდუმლო ადგილას ეს ორი სიტყვა შენახული. რას ნიშნავს ეს? ორი იდუმალი სიტყვა, რატომ იყო ეს სიტყვები მნიშვნელოვანი უცნობისთვის და რა იმალება მათ უკან. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა დაედგინათ, რას ნიშნავს ეს ორი სიტყვა, შემდეგ უნდა დაედგინათ, რომელი წიგნიდან არის ეს ორი სიტყვა, შემდეგ უნდა ეპოვათ ის წიგნი, რომლიდანაც იყო ამოჭრილი ეს ორი სიტყვა და წარწერის ასლები დააგზავნეს ავსტრალიის ყველა დიდ ბიბლიოთეკაში და იმავე დღეს ფაქტიურად ადელაიდის ბიბლიოთეკიდანვე მიუვიდათ მათ ცნობა, რომ თამამ შუდი ნიშნავს სპარსულად დასრულებულს, დამთავრებულს, ბოლოში გასულ საქმეს და რომ იგი ამოჭრილი არის ომარ ხაიამის, გენიალური სპარსელი პოეტის რუბაების წიგნიდან. რუბაები ეს გახლავთ 4 სტროფიანი ლექსები, ვისაც არ გაქვთ საკითხული, ძალიან კარგი ქართული თარგმანები არსებობს, რამდენიმე ავტორს აქვს გაკეთებული მისი თარგმანები და არის ულამაზესი ომარ ხაიამის რუბაები. შეიძლება ითქვას ცხოვრების ნებისმიერ სიტუაციაში გამოგადგება და რაც თავარი ეს ერთგვარი ფსიქოთერაპიაც არის, თუ როგორ უნდა შეეგუოთ იმ განსაცდელს, რომელიც შეიძლება თავს დაგატყდა. პოზიტიური ავტორია ხაიამი, იგი თავისუფალი არის ყოველგვარი დოგმებისგან, რაც ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ იმ ადრეულ შუა საუკუნეებში, როდესაც იგი მოღვაწეობდა, მოგეხსენებათ, რელიგია სპარსეთში საკმაოდ დიდ როლს თამაშობდა და ხაიამი ერეტიკოსიც კი არის, იგი ამბობს, რომ ამ დღით, დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ და დავტკბეთ მიწიერი ცხოვრებით, იმიტომ რომ კაცმა არ იცის იქ რა ხდება. დაუბრუნდეთ ჩვენს მთხრობას. უნდა დაედგინათ, რომელი გამოცემიდან არის ამოღებული ფურცელი. ესეც სხვა შორის საკმაოდ ადვილად დადგინდა ქაღალდის სტრუქტურის და შრიფტის გამო და აღმოჩნდა, რომ ეს არის ძალიან საინტერესო გამოცემა. მაგრამ ცოტა ხანი გადაუხვიოთ თემას და დაუბრუნდეთ ჩვენს მიცვალებულს. 1959 წლის ივლისში უკვე გადაწყდა, რომ ყველანაირი დრო გადავიდა და მიცვალებული უნდა მიაბარონ მიწას. ვესტერასის სასაფლაოზე უცნობი დაკრძალეს, საკმაოდ პატივით, იმიტომ რომ როგორც დაადგინეს, იგი არ არის კრიმინალი და შესაძლოა საკმაოდ საპატივცემულო ადამიანიც იყოს და დაადე ზემოდან ის ფილა, რომელზეც უკვე გითხარით, რაც ეწერა. ცხედარი მოათავსეს სპეციალურად წინდახედულად ისეთ ყუთში, რომ შემდეგ მისი ექსგუმაცია რომ დაშირვებოდა ვინმეს, ეს ადვილად მოეხდინა და თქვათ ეს ნეშტი არ განადგურებულიყო ბოლომდე. და სწორადაც მოიქცნენ, როგორც ვნახავთ. დაუბრუნდეთ ომარ ხაიამს, უпроსწორად მის წიგნს. პოლიციამ ავსტრალიის ცენტრალურ გაზეთებში გამოაქვეყნა ეს ფურცლის ნაგლეჯი, ანუ მისი ფოტო და სთხოვა ყველას, რომ თუ კი ვინმე მიცის ამ ნაგლეჯის და ამ წიგნის არსებობა, იქნებ შეატყობინონ მათ. და ჰოის აუცილებლობა. მეორე დღესვე ადელაიდის პოლიციაში მიდის ვინმე ვიღაც მამაკაცი, რომელიც ამბობს, რომ მას აქვს ეს წიგნი და თან აქვს მოტანილი. გადაშლიან და მართლაც ნახავენ, აი ეს თამამ შუდი, სადაც უნდა ეწეროს, იქ არის
ამოჭრილი ეს ყველაფერი, როცა დაადებენ ამ ნაპოვნ ფურცელს, ზუსტად ჩაჯდება როგორც ფაზლი. ისეთნაირად და ფაქტია, რომ ეს ის წიგნია. საიდანაც ეს არის ამოღებული. ეკითხებიან ამგვარად საიდან აქვს ეს წიგნი და არ ვიცი საიდან მაქვს. ჰავს კი არ იცი. მე დამავიწყდა მე თქვა რომ ეს გახლავთ უიშვიათესი და უძვირფასესი გამოცემა, რომელშიც არის ედვარდ ფიჯერალდის, ეს 19 საუკუნის ბრიტანელი გენიალური პოეტია და მთარგმნელია, რომელიც შეყვარებული იყო ომარ ხაიამში და როგორც ბორხესი წერს, მასში ჩასახლდაო ომარ ხაიამიო და ფაქტიურად ერთ ადამიანში ორი უზარმაზარი პოეტი ცხოვრობდაო, სწორედ ამ ფიჯერალდის ფაქსიმილური გამოცემა, ფაქტიურად 19 საუკუნის წიგნია, რომელიც ძალიან ძვირფასია და ძალიან ძვირად ფასობს ბუკინისტებში და კოლექციონერებში. ხო და პოლიცია ეკითხება, ასეთი ძვირფასი წიგნი გაქვს და არ იცი საიდანო და ადამიანი მოყვება ასეთ ისტორიას, რომ იგი იყო მაღაზიაში შესული და როდესაც უკან დაბრუნდა, მანქანის კარები არ ჰქონდა დაჩაკეტილი, ეთქობა არ იპარავენ ადელაიდაში მანქანებს და კარი შეღებული იყო და ჩემს იმ ადგილას, სადაც უნდა მე მჯდარიყავი, იქიდო ეს წიგნიო. როდის ხდება ეს ამბავი? ეს ამბავი ხდება 30 ნოემბერსო 1948 წლისო. საინტერესოა. ანუ ეს ის დღეა, როდესაც ჩვენი სომერტონელი მამაკაცი პირველად ნახეს პლაჟზე. მოკლედ ხელმოსაჭიდი პოლიციას არაფერი აქვს ამ კაცთან და ამიტომ მას უშვებენ. ჩემთვის კი სრულიად გაუგებარია, როგორ არ გამოკითხეს უფრო დაწვრილებით ეს უცნაური ტიპი, იგი ხო ფაქტიურად პირდაპირ არის დაკავშირებული ამ საქმესთან, იმიტომ რომ მის კუთვნილ წიგნში, რომელიც ძალიან აბდაუდად აღმოჩნდა მის ხელში, არის მინიშნება პირდაპირ აი ამ მკვლელობაზე. ვინ შეუგდო მას მანქანაში ეს ყველაფერი, მაგრამ ხო და ისიც ძალიან საინტერესოა, მე ეს წიგნი რო ვნახეო, ხუთში შევინახეო მანქანის ხუთი, ბარდაჩოქს რო ეძახიან. ანუ ესეც საინტერესოა, ხო თუ წიგნი არა გადაშლილი, რა იცი რომ იმ ნაწილში ამოჭრილი არის ეს სიტყვები. ან რატომ ხო მან თქვა რომ მე ინკოგნიტოდ მინდაო დარჩეო, არ გააგებინოთ პრესას ვინ ვარ და რა ვარო. მოკლედ თქვენი არ ვიცი და არც ავსტრალიელების და მე ეს კითხვები კი ნამდვილად მაწუხებს. როგორც გითხარით, გამოცემა საკმაოდ იშვიათი აღმოჩნდა, ბუკინისტებში ძალიან ძვირად შეფასებული, გამოცემული არის ახალ ზელანდიაში და ძალიან მცირე ტირაჟით. პოლიციელებმა დაიწყეს წიგნის შესწავლა და აქ ჩვენ კვლავ აღმოჩნდით შიფრების იდუმალ სამყაროში, ვისაც არ გაქვთ წინა ვიდეო აუცილებლად ნახეთ და იქ მე ცოტა უფრო მეც ვლაპარაკობ და ვსაუბრობ შიფრებზე. ერთ-ერთ ფურცელზე ფანქრით არის გაკეთებული აი ასეთი წარწერა. რა თქმა უნდა, საქმეში მომენტალურად ჩაერთმენ დეშიფრატორები, ბევრი უკირკიტეს და ვერაფერი გაუგეს ამ წარწერებს. 1972 წელს წინსრებით ვამბობ, წარწერის გაშიფრვა თავის თავზე აიღო ავსტრალიის სამხედრო სადაზვერო სამსახურმა და ასეთი დასკვნა დადო, რომ სიმბოლოების რაოდენობა არ არის საკმარისი, რომ სრულყოფილად გავშიფროთ ჩვენ ეს ტექსტიო და მოკლედ თავი დაანებეთო უთხრეს და გახსოვთ თქვენ წინა ვიდეოდან, რომ მართლაც შიფრი რომ კარგად გატეხო, ამისთვის საჭირო არის ბევრი ინფორმაცია. მაგრამ ამ უაზრო ასოების გარდა აქვე არის ორი ტელეფონის ნომერი. ეს უკვე ძალიან ხელმოსაჭიდი ამბავია. დარიკეს ერთ-ერთ ნომერზე და იგი ბანკის აღმოჩნდა ადგილობრივი ფილიალის, სადაც უთხრეს, რომ იყო ეს ესეთი მსგავსი მამაკაცი და მან საკმაოდ დიდი რაოდენობით ფული გაიტანა. აი აქ ხედავთ ჩვენ რომ ფული აშკარად ჰქონდა ამას ამ კაცს და სადღაც გაქრა. ხოლო მეორე ტელეფონზე დარეკვისას აღმოჩნდება, რომ იგი ეკუთვნის ადგილობრივ მედდას 27 წლის ჯესიკა ტომპსონს. და ძალიან საინტერესოა ის მომენტი, რომ ჯესიკა ცხოვრობს დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან, თვითონ სანაპიროზე, იმ ადგილიდან, სადაც გარდაცვლილი იპოვეს.
ანუ ამ ჩვენს ისტორიაში კიდევ ერთი პერსონაჟი ჩნდება. ეს არის ჯესიკა ტომპსონი. ჯესიკა პოლიციელებს საკმაოდ ცივად ხვდება, ძალიან ცივად ესაუბრება, ამბობს რომ წარმოდგენა არ აქვს რაზეა საუბარი, ვინან სად იპოვეს, ამ დროს თელმა ავსტრალიამ იცის და ავსტრალიამ კი არა ბრიტანეთმაც და ამერიკამაც სომერტონელი ადამიანის შესახებ და ჯესიკამ არ იცის 50 მეტრში მისგან რა ხდებოდა, ხო? ხელმოსაჭიდი ვერაფერს პოულობენ ამ ქალთან და მისი ქცევა კი იწვევს ეჭვს, მაგრამ ახლა ეჭვის და თქვა გამომძიებლების სურვილზე არ არის დამოკიდებული რაღაცა ხელმოსაჭიდი უნდა კონდეთ ხელმოსაჭიდი კი არაფერია. მე დამავიწყდა მეთქვა რომ სანამ დაკრძალავდნენ უცნობისგან აიღეს უბრალოდ გააკეთეს თაბაშირის ძალიან ზუსტი ყალიბი. ეს ყალიბი აჩვენეს ჯესიკას და ჯესიკამ ცალითვალით შეხედა და სწრაფად წარმოთქვა რომ არ ვიცი ვინ არის პირველად ხედავ. პოლიციელები ხვდებიან რომ ჯესიკამ აშკარად რაღაცა იცის. მაგრამ მალავს და ერთადერთი მან გაიხსენა უცებ რომ მეზობელმო მითხრაო შენთან იყო 30 რიცხვში მოსული ვიღაც მამაკაცი საკმაოდ მაღალი სიმპათიური ბევრი აკაკუნა შენს კარებზე და როცა არ გაუღე წავიდაო და კიდევ ჯესიკას ერთი რამ გაახსენდა ეს წიგნიო მეო ვიციო ასეთი წიგნიო მეო ვაჩუქეო ჩემსო მეგობარსო ალფრედ ბოქსო რომელიც არისო ავსტრალიის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელია ესე იგი მოკლული დადგინდა იგი ალფრედ ბოქსია მაგრამ ალფრედი რომ მოიკითხეს იგი მალევე იპოვეს სიდნეიში პოლიცია მას სახლში მიადგა და მოუყვა რომ ასეთი ქალი არსებობს ჯესიკა ტომპსონი რომელმაც თქვა რომ თითქოს მან 3 წლის წინ თქვენ გაჩუქათ წიგნი და ამ წიგნზე სასაჩუქრი წარწერაც არის ადგა ალფრედი გავიდა მეორე ოთახში შემოიტანა წიგნი გადაშალა და აჩვენა რომ მართლაც ამ წიგნზე არის ჯესიკას მიერ დაწერილი სასაჩუქრე წარწერა ალფრედმა პოლიციელებს უთხრა რომ როდესაც მას 39 წელი შეუსულა მან გაიცნო ახალგაზრდა გოგონა 24 წლის მედი და ჯესიკა ტომპსონი სიდნეიში ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს შემდეგ ჯესიკა მას აჩუქა ეს წიგნი და მას შემდეგ ალფრედს იგი აღარ უნახავს მოკლედ ჯესიკას საკმაოდ მყარი ალიბი აღმოაჩნდა და მას რა თქმა უნდა თავი გაანებებს და მაინც ვისია მანქანაში აღმოჩენილი იდუმალი წიგნი ვინ ჩაწერა ამ წიგნში ჯესიკას ნომერი როგორც იტყვიან თვითონ ეშმაკი მოიტეხს ფეხს ისია ჩახლართული სიტუაცია და კვლავ კიდევ ერთი ლაბირინთის მონაკვეთი მთავრდება გაუვალი ჩიხით მაგრამ ახალი გარემოება ჩნდება როგორც გითხარით ალფრედ ბოქსი გახლავთ დაზვერვის ოფიცერი და ჩნდება ყველაზე ესეთ პოპულარული და დამაინტრიგებელი ვერსია რომ სომერტონის მამაკაცი გახლავთ ჯაშუში გავიხსენოთ რომ ეს არის 1958 წელი 3 წლის დამთავრებულია ცხელი ომი მაგრამ სამაგიეროდ ახალი დაწყებული არის ცივი ომი და ანგლო-საქსონურ სამყაროში საბჭოთა ასეთ წითელი ბლოკის მიმართ შიშები ძალიან მაღალია და განსაკუთრებით რა საინტერესოც არ უნდა იყოს საბჭოთა დაზვერვა ინტენსიურად მუშაობს ავსტრალიაში ეს უკვე დადგენილია რატომ იმიტომ რომ ავსტრალიაში გახლავთ ბაზა სადაც ამერიკელები ცდიან ახალ იარაღს და ეს ახალი იარაღი არის ბალისტიკური რაკეტები ამერიკის დაზვერვა დაადგენს რომ ავსტრალიელებში საკმაოდ ბევრია ადამიანი რომელიც თანაუგრძნობს საბჭოთა სისტემას და ამის გამო ისინი ავსტრალიის მთავრობის წევრებსაც კი არ ენდობიან. და თითქოს ფაზლის ეს ნაწილიც რაღაცნაირად ლოგიკურად ჯდება სიტუაციაში, რომ სომერტონელი მამაკაცი არის ჯაშუში, რომელმაც რაღაც ვერ შეასრულა, ეთქვა როგორც საჭირო იყო და იგი სიცოცხლეს გამოასალმეს. კიდევ წინ გადავხვდებით და გეტყვით რომ 1994 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ავსტრალიისა ჯონ ჰარპერ ვილისმა გამოიტანა ვერდიქტი რომ სომერტონის უცნობი მოწამლეს დიგოქსინით
ეს საინტერესოა, იმიტომ რომ ცხედრის აღმოჩენამდე 3 თვით ადრე, ანუ 1948 წლის აგვისტოში, ზუსტად ამ ნივთიერებით მოწამლეს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, იგი საბჭოთა კავშირს აწვდიდა ჯაშუშურ ცნობებს. ესე ძალიან საინტერესო ფაქტია. უცნობის აღმოჩენიდან 4 წლის თავზე საქმე დაიხურა, რა თქმა უნდა, დაიხურა ისე, რომ მხოლოდ ვერსიების დონეზე დარჩა და 5 წლის თავზე, რა საინტერესოც არ უნდა იყოს, ამ უცნობის საფლავზე დაიწყეს ყვავილების მიტანა. ყვავილები მიჰქონდა ვიღაც უცნობ ადამიანს, გარკვეული პერიოდულობით, პოლიცია მას ჩაუსაფრდა და მალევე დაადგინეს ჭირისუფალი, ეს გახლდათ შუახნის ქალი, მის სახელი და გვარი უცნობია და როდესაც გაესაუბრნენ, მან თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის აქ დაკრძალული, მაგრამ როდესაც იგი ხედავს, რომ საფლავს პატრონი არ ყავს, იგი ცდილობს რაღაცნაირად ქრისტიანული წესით მას მოუაროს. მოკლედ ვარაგზა იყო, მას დაუჯერეს და ამის შემდეგ ყვავილების მიტანა იმ ადგილას შეწყდა და ის ქალიც გაქრა. 1945 წლის კვლავ 1 დეკემბერი, ანუ უკან დავბრუნდეთ. ახლა უკვე სიდნეის შემოგარენში 24 წლის მამაკაცის ცხედარს პოულობენ და იგი გახლავთ სინგაპურელი ძალიან ცნობილი პოლიტიკოსის ძმა ჯოზეფ მარშალი. გარდაცვლილს გულზე ადევს წიგნი. ალბათ არ არის საჭირო განვმარტო რა წიგნია და სად არის ეს წიგნი, რომელ ფურცელზე გადაშლილი. სიკვდილის მიზეზი გახლავთ დიგოქსინით მოწამვლა. ქალი, რომელიც მოწმედ გადიოდა გამოძიების დაწყებიდან 2 დღეში საკუთარ აბაზანაში იპოვეს ასევე დიგოქსინით მოწამვლული. ალფრედიც გახსოვთ ხომ, აი ჯესიკას შეყვარებული რომ იყო 45 წლის აგვისტოში. ეს ალფრედი ამ ადგილიდან, სადაც ჯოზეფი იპოვეს, 200 მეტრში ცხოვრობდა. ნუ ეს ისე, უბრალოდ. 1959 წლის 6 ივნისის სომერტონის მოვლენებიდან გასული არის 6 თვე და თითქმის იგივე ადგილას, სადაც სომერტონელი უცნობი იპოვეს, იდუმალებით მოცული მკვლელობა ხდება. ორმაგი. ადელაიდის მაცხოვრებელი ვინმე ნიკ მაკრეი მიდის პოლიციაში და ატყობინებს მათ, რომ მან ნახა ასეთი წინასწარმეტყველური სიზმარი თითქოს იმ ადგილას, სადაც ეს უცნობის გვამი იპოვეს, იქ უნდა იყოს კიდევ 2 გვამი. მიდიან სწორედ ამ ადგილას, მაინც გიჟია, მაგრამ რაიც სიფრთხილეს თავი არ სკივა, მიდიან და მართლაც პოულობენ ვინმე ვოლდემარ მენსონს. გვერდზე ამ მენსონს უდევს დიდი ზომის ტომარა. ტომარას ხსნიან და საშინელება. შიგნით გარდაცვლილი ბავშვია. მენსონის შვილი. ვოლდემარის ცოცხლის ნიშანწყალს იძლევა, იგი სასწრაფოდ გადაყავთ. საავადმყოფოში რამდენიმე დღის განმავლობაში მას უტარებენ სხვადასხვა პროცედურებს და როგორც იქნა გამოიყვანენ მდგომარეობიდან, ეკითხებიან რა მოხდა, ან ბავშვს რა დაემართა, ან შენ რა დაგემართა. დაკარგული აქვს აბსოლუტურად მახსოვრობა, ამნეზია აქვს სრული ვოლდემარს და მას ტოვებენ საავადმყოფოში, სადაც იგი ცოტა ხნის შემდეგ გარდაიცვლება. ვოლდემარის ქვრივი, ვოლდემარის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მიდის პოლიციაში და აცხადებს, რომ მას უთვალთვალებენ. და ერთხელ ერთმა მამაკაცმა ისიც კი უთხრა, რომ თუ კი ის დაიწყებდა გამოძიებას, თუ ვინდა რა მოკლა და რატომ მოკლა ეს ვოლდემარი, მასაც მოკლავდნენ. და პოლიციას უცებ გაახსენდა, რომ ვოლდემარს აიდანღაც იცნობდნენ ისინი. ნახეს დაკითხვის პროტოკოლები და აღმოჩნდა, რომ ვოლდემარმა ჩვენება მისცა პოლიციას და მან უთხრა, რომ იცნობდა ამ კაცს და მას ერქვა კარლ ტომპსონი. ანუ იგივე გვარი, რაც ჯესიკას აქვს. ეს არის ძალიან საინტერესო, დავიმახსოვროთ, კარლ ტომპსონი. ვოლდემარის თქმით, არის ეს გარდაცვლილი მამაკაცი. მე უკვე გითხარით, რომ მე ვეყრდნობი ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფიზიკოსის დერეკ ებოტის მონაცემებს ძირითადად
და ისიც გითხარით რომ იგი თითქმის შეპყრობილი არის თითქოს აი ამ თემით და ეს ყველაფერი იწყება 2007 წელს. და სად? ტანსაცმლის სამრეცხაოში მოგეხსენებათ ავსტრალიასა და ზოგადად ინგლისურენოვან ქვეყნებში ხშირად არ არის მიღებული სახლში სარეცხის რეცხვა და იგი მიაქვთ საერთო სამრეცხაოებში, სადაც რეცხავენ მას. და ესეთ როცა ელოდება ებოტი, როდის გაირეცხება მისი ტანსაცმელი, იგი გადააწყდება ჟურნალს, სადაც ამ საქმის შესახებ წერია. თვითონ ებოტს ძალიან უყვარს თავსატეხების ამოხსნა, იგი დაახლოებით ჩემი ხნისა 60 გადაცილებული ყოველთვის კითხულობდა კრიმინალურ ქრონიკას, თავის ვერსიებს აყალიბებდა და ზოგჯერ და ძალიან ხშირად ეს ვერსიები სწორი იყო ხოლმე. ორი სიტყვით მე მინდა ასევე ადელაიდის შესახებ, აი ამ ქალაქის შესახებ მოგახსენოთ, არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩემში სახელი ადელაიდა ყოველთვის რაღაც ძალიან თბილ გრძნობებს იწვევდა და იწვევს რაღაც ჰაეროვანი, ლამაზი, მიუწვდომელი ქალის სახელია თითქოს და მართლაც ულამაზესი ქალაქია ამბობენ. ადელაიდა ავსტრალიის სხვა ქალაქებისგან განსხვავებით ატორღელებმა არ დააარსეს, არამედ იგი შექმნეს ინგლისელმა თავადაზნაურობამ, არისტოკრატიამ ამ ულამაზეს ქალაქში, რომელიც თბილი ოკეანის ნაპირასაა გაშენებული, თავიდანვე არ იყო ჩადებული არც საპოლიციო უბნის მშენებლობა და არც ციხის, იმიტომ რომ მისი დამაარსებლები თვლიდნენ, რომ აქ იმდენად მაღალი საზოგადოება შეიკრიბა, რომ როგორ შეიძლება აქ მომხდეს რაიმე დანაშაულიო. მართლაც ასეა სხვაშორის ადელაიდა ავსტრალიის ქალაქებს შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა, მაგრამ ერთის გამოკლებით. აქ თუ რამე მოხდა, ისეთი მოხდება, რომ მიმიქარავს ნებისმიერ სხვა ადგილად ჩადენილი დანაშაულები და როგორც ავსტრალიის ცნობილი მკვლევარი წერს, ესაა ეკლესიების და უცნაურად საშინელი მკვლელობების ქალაქიო. ნობელის პრემიის ლაურეატი, ცნობილი ირანელი მწერალი სალმან რუშდი წერს, რომ როდესაც მე ადელაიდაში მოხვდი, მაშინ მივხვდი, რომელი ქალაქების შესახებ წერს სტივენ კინგიო. ანუ საკმაოდ ესეთი ლამაზი ქალაქია, მაგრამ რაღაც როგორც ჩანს თავისი მძიმე აურა აქვს და აქ მართლაც საოცარი ნორმას და სრულიად ყველანაირი ზღვარს გადაცდენილი დანაშაულებების სერიები ხდება, ისეთების, რომ მათზე ცალკე ვიდეო შეიძლება გაკეთდეს. დაუბრუნდეთ პროფესორ ებოტს 2003 წელს მას როგორც ესეთი ამბების მოყვარულს და ხშირად ამართლებს ხოლმე მისი პროგნოზები, სთხოვეს ექსპერტიზა ჩაეტარებინათ სერიული მკვლელობების მსხვერპლთათვის ეს საქმე სნოუთაუნის, ანუ ცხედრების კასრების, ასე ერქვა ამ საქმეს, ახებ ჩაეტარებინა მოკვლევა, როდესაც მას გადასცეს ცხედრებზე ნაპოვნი თმის ნიმუშები, აღმოჩნდა, რომ ყველას ჰქონდა თმის ბოლოებში პატარა ბუშტუკები. ებოტმა დაადგინა, რომ ასეთი ბუშტუკები მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანზე სიცოცხლეშივე დიდი ხნის განმავლობაში ზემოქმედებენ დენით. ანუ წარმოუდგენელი ტანჯვით იყვნენ ეს ადამიანები მოკლულები და თუ მე არ დამეზარა და თუ თქვენი სურვილიც იქნა, შეიძლება ერთხელ მიუბრუნდე ადელაიდაში ჩადენილ დანაშაულებს, მართლაც ეს რაღაცა წარმოუდგენელი რამ არის. მოკლედ 2007 წელია ებოტი სამრეცხაოშია, ელოდება თავის რიგს და კითხულობს სომერტონის საქმის შესახებ და ყურადღებას აქცევს იმას, რაზეც მე უკვე მოგიყევით, რომ იაფფასიანი სიგარეტების ყუთში დევს ძვირფასი სიგარეტები. ცნობილი იყო მაშინ ასეთი მეთოდი, სიგარეტში ხშირად შეყავდათ ხოლმე შხამი. მოწევის მომენტში ადამიანი იწამლებოდა და კვდებოდა. და ებოტი თვლის, რომ ის მომენტი, რომ ასეთი ტიპის სიგარეტები ეწყო ასეთი ტიპის ყუთში და ის რომ ადამიანს პირიდან გაუვარდა სიგარეტი და ზედვი აქვს დაცემული და არც კი უცდია მისი გადაგდება, ესე იგი შხამა ძალიან სწრაფად მოახდინა მისი დამბლა და შეუცვალეს სიგარეტი, ანუ ამოიღეს ის სიგარეტი, რომელიც მასში იდო და უბრალოდ შეცდომა დაუშვეს. ჩადეს არა ისეთივე სიგარეტები, არამედ ჩადესო უფრო ძვირფასი სიგარეტი.
ებოტმა სტუდენტებთან ერთად შიფრის შესწავლაც დაიწყო და დაადგინეს, რომ შიფრები ზუსტად ემთხვეოდა ჰაიამის რუბაების წყობას. და რომ შიფრის გასაღები ყველა ვარიანტში უნდა დებულიყო სადღაც რუბაებში და იქ უნდა ეძებნათ. და ამიტომ არედო ტყუილად ეს წიგნი კერძზე კიდევ ერთ უცნაურ მსხვერპლსო. ებოტის აზრით მთავარი ფიგურა ამ ყველა ჩახლართულ საქმეში, რა თქმა უნდა, იყო ჯესიკა ტომპსონი. ჯესიკა ტომპსონი, რომელიც თავის დროზე კარგად არ გამოუკითხავთ. იგი ეძებს ჯესიკა ტომპსონს, პოულობს მას და მიაკითხავს სახლში და აღმოჩნდება, რომ მისვლამდე 2 დღით ადრე ჯესიკა გარდაიცვალა და მას მეორე დღესვე კრემაცია გაუკეთეს. თავარი ძაფი წყდება. მაგრამ ებოტი კერკეტი კაკალია, როგორც გითხარით, იგი თავის სტუდენტების არმიასთან ერთად არის ჩართული ამ საქმეში. იგი არ შეშინდება ჯესიკას სიკვდილით და იწყებს მისი ბიოგრაფიის შესწავლას. იგი ადგენს, რომ ჯესიკა დაბადებული არის 1921 წელს. 42 წელს იგი მედდების კურსებზე მოეწყო, მაგრამ ვერ დაამთავრა ბოლომდე და სომერტონის ისტორიამდე ადრე შეიცვალა გვარი. შემდეგ მელბურნიდან გადავიდა ადელაიდაში საცხოვრებლად და ჰარნესი იყო იგი გვარად და შეიცვალა ტომპსონზე. რატომ გააკეთა ეს? მხოლოდ და მხოლოდ ერთი დაშვება არსებობს ის, რომ ჯესიკა იყო ორსულად უცნობი ადამიანისგან, ჩვენთვის უცნობი ადამიანისგან და მაშინ ინგლისურ სამყაროში და ანგლოსაქსონურ სამყაროში უკანონო ბავშვის გაჩენა ითვლებოდა ძალიან დიდ სირცხვილად. ამიტომ გადავიდა იგი ისეთ ქალაქში, სადაც მას არავინ არ იცნობდა, ამიტომ შეიცვალა მან გვარი, როგორც ჩანსო, ასე ამბობს ებოტი და მართლაც აღმოჩნდა, რომ ჯესიკა 1948 წლის დასაწყისში აჩენს შვილს, სახელად რობინს. ვინ არის შვილის მამა, არავინ იცის. სანამ ებოტი რობინის ასავალ-დასავალს გაარკვევს, ეძებს მას, თუსაც შეიძლება იპოვოს, აღმოჩნდება, რომ იგი გარდაცვლილია. აქ ძაფი კვლავ წყდება, მაგრამ ჩნდება ახალი კვანძი. რობინი იყო ბალერონი და საკმაოდ წარმატებული ბალეტის მოცეკვავე. და თქვენ გახსოვთ, რომ სომერტონელ მამაკაცს წვივის კუნთები ისეა განვითარებული, როგორც მხოლოდ ბალერონებს აქვთ ხოლმე. ებოტი სწავლობს თაბაშირის ყალიბს და ადგენს, რომ სომერტონელ მამაკაცს აქვს ძალიან იშვიათი ყურის ფორმა და ასეთი ყურის ფორმა 100 ადამიანში მხოლოდ 1%-ია სულ ასეთი ყურის ნიჟარა რომ კონდეს. და ასევე მას აქვს უიშვიათესი მუტაცია, ეს 0,1%-იანი მუტაცია, რომელსაც ეწოდება ჰიპოდონტია. როდესაც ყველა კბილი არ ამოდის. კერძოდ მას ეშვსა და ჭრელებს შორის თითო კბილი აკლია, ესეც ყალიბიდან კარგად ჩანს და თითქმის არ აქვს უკანა მოლარები, ანუ ძირითადი საღეჭი კბილები. ეს არის გაცვენილი კი არა, ამოღებული კი არა, უბრალოდ არ ამოსდით ესეთი მუტაციის მქონე ადამიანებს და აქ ხდება უიშვიათესი მოვლენა. დაახლოებით როგორია, ეხა ერთი და იგივე ადამიანმა სამჯერ რომ მოიგოს თქვა ჯეკპოტი. გერმანიაში მოხდა ასეთი რა, ერთმა გერმანელმა ორჯერ მოიგო ევრო ჯეკპოტი, რაღაც წარმოუდგენელი თანხები, მაგრამ 3 ჯეკპოტია ერთად წარმოიდგინეთ. ეს არის ფეხის კუნთები, ეს არის უიშვიათესი მუტაცია ყურის ნიჟარების და ეს არის უიშვიათესი მუტაცია ყბების განვითარების, რომელიც ორივეს სომერტონელ მამაკაცს და რობინსაც აქვს. ანუ შეიძლება ითქვას, რომ თითქმის 1000% დარწმუნებით, რომ სწორედ სომერტონელი მამაკაცი გახლავთ ჯესიკას ქმარი და სწორედ ჯესიკას ყავს შვილი მისგან. თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა თქმა უნდა ებოტს ვინ გააჩერებს, იგი კიდევ უფრო ქვემოთ და სიღრმეებში მიდის და აქ ჩვენ ისტორია კიდევ ერთ თავბრუ დამხვე პირუეთს აკეთებს, კერძოდ პროფესორი პოულობს რობინის ქალიშვილს და გამოძიების პროცესში მას ძალიან შეუყვარდება იგი და ცოლად მოიყვანს. 2013 წელია და ახალი სენსაციური ამბავი. ავსტრალიის ცენტრალურ ტელევიზიას ინტერვიუს აძლევს ვინმე კეით ტომპსონი, რომელიც აცხადებს, რომ არის ჯესიკა ტომპსონის ქალიშვილი, ანუ
ებოტის მეუღლის მამიდა. ებოტის მეუღლე წარმოადგენდა რა გამამიდის არსებობის შესახებ. ეს ახლად გამომცხვარი მამიდა ტელევიზიაში ყვება, რომ დედამისი ძალიან კარგად ფლობდა რუსულ ენას, რომ მას ხშირად ურეკავდნენ ვიღაც მამაკაცები და იგი ყოველთვის მათ რუსულად ესაუბრებოდა, რათა ქეიც არ გაეგო თუ რაზე იყო საუბარი. რომ მას ძალიან მოწონდა საბჭოთა წყობა, მას ძალიან მოწონდა სტალინი და საბჭოური წესი და თითქოს ჯესიკას გამოუტყდა, რომ იგი იცნობდა სომერტონელ მამაკაცს და რომ მისი ძმა ამ პლაჟის უცნობის შვილი იყო ნამდვილად. 2018 წელს სომერტონელის კომპიუტერული ზუსტი პორტრეტი შექმნეს და ამავე წელს ავსტრალიის მთავარმა პროკურორმა ნება დართო სასამართლო სამედიცინო ექსპერტებს გაეკეთებინათ ექსჰუმაცია. თანამედროვე მეთოდებით შესაძლებელი იქნებოდა, რომ დნმ-ი აღებულიყო და შემდეგ უკვე ბაზით შემოწმებულიყო თუ ვის ეკუთვნოდა იგი. ვინ იყო უпроსტად ნათესავი სომერტონელი მამაკაცის. მაგრამ კიდევ აი ბიუროკრატიულ ამბებში გადის 3 წელი და 21 წელს 19 მაისს ხდება ცხედრის ამოღება. კარგად არის შენარჩუნებული როგორც გითხარით ცხედარი, იმიტომ რომ იგი სპეციალურად ყუთში ჩადეს თავის დროზე. დნმ იდეალურად არის შენახული და იწყება მისი საშუალებით უცნობის გენეალოგიის შესწავლა. ანუ სეკვენირება ხდება დნმ-ის და შემდეგ უკვე ბაზაში გადამოწმება თუ ვინ არის ყველაზე ახლო ნათესავი ამ ადამიანის. და ეს საკმაოდ სწრაფად ხდება დღეს ყველაფერი, ამას კომპიუტერები აკეთებენ და ძალიან სწრაფად დადგინდება თუ ვინ არის სომერტონელი უცნობი. ხო, ჰებერტს აბრალებდნენ, რომ მან რობინის ქალიშვილი მხოლოდ გენეტიკური ანალიზისთვის მოიყვანოთ, არ არის ასე, საკმაოდ სიმპათიური წყვილია, ძალიან გუყვართ ერთმანეთი და მათ საერთო სამშვილი ყავთ, ასე რომ არანაირ ანგარებას აქ ადგილი არ ქონია. მაშასე ვინ არის უცნობი, რომელმაც მხოლოდ 70 წლის შემდეგ გაამხილა თავისი ვინაობა. ეს გახლავთ ვინმე კარლ უები. კარლის მამა ჰელმუტ უები, სხვათა შორის ჩემი თანაქალაქელია, ჰამბურგელია, გერმანელი, რომელიც საუკუნის დასაწყისში ავსტრალიაში წავიდა ბედის საძებნელად, მან აქ მოიყვანა ავსტრალიელი ქალი ცოლად, გახსნეს ძალიან პოპულარული ქალაქში საცხობი და ამ საცხობში შვილები წავდა დასაქმებული და კარლს სწორედ აქედან ჰქონდა უცნაური დამწყრობები ხელზე. კარლმა შეისწავლა ელექტროხელსაწყოების შემკეთებლის პროფესია და ალბათ სწორედ აქედან ჰქონდა მას ესეთი სპეციფიური სახრახნისი ჩემოდანში და კარლს ყავდა კიდევ ერთი სიძე, დისკმარი, რომლის სახელი გახლდათ ტომ კეინი. გახსოვთ ხო ტომ კეინი? წარწერები ხალხსტუხზე და პერანგზე, რომელიც ჩემოდანში იპოვეს. ტომ კეინი იყო მფრინავი, იგი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში და მისი ტანსაცმელი ზუსტად ერგებოდა კარლს და ამიტომ ნაწილი მას მისცეს და სწორედ ის ტანსაცმელი იდო ჩემოდანში. აღმოჩნდა, რომ კანი მოთამაშე იყო, იგი თამაშობდა ბრიჯს და ასევე ძალიან ხშირად დებდა ფსონებს იპოდრომზე და იგი ცდილობდა შეემუშავებინა გარკვეული სისტემა, რომლის მიხედვითაც იგი მეტს მოიგებდა იპოდრომზე და ებოტმა შემდეგ დაადგინა, რომ არანაირი რუბაებთან არანაირი კავშირი ამ შიფრებს არ ჰქონდათ, რაც წიგნში იყო ნაპოვნი, არამედ ეს იყო უბრალოდ ცხენების სახელები და ადგილები, რომელ ადგილზე უნდა გასულიყო რომელი ცხენი. ებეტმა კარლის მიერ ავსტრალიის გაზეთებში გამოქვეყნებული სხვადასხვა განცხადებებიც ნახა, ძირითადად იგი იყო დაკავებული სპორტული და ელექტროინვენტარის გაყიდვით, ელექტროსაპარსები, ბილიარდის მაგიდები, ჩოგბურთის ჩოგნები და ბურთები, სარეცხი მანქანები, მოკლედ ელექტრონიკაში იყო ეს კაცი, ჰქონდა საკმაოდ კარგი შემოსავალი, იყო საკმაოდ დიდარი, მან 41 წელში მოიყვანა ვინმე დოროთია რობერტსონი ცოლად, რომელსაც 47 წელს გაცილდა, უпроსტოდ ისინი დაცილდნენ ერთმანეთს და რობერტსონმა 1950 წელს შეიტანა განქორწინებაზე, ოფიციალურ განქორწინებაზე განაცხადი, მაშინ რა თქმა უნდა არავინ იცოდა, რომ ეს სომერტონელი მამაკაცი მისი ქმარი იყო. და ებერტმა ამ განქორწინების დროს დაწერილი დოროთეას განცხადება ნახა, სადაც ეწერა, რომ
კარლი არის სასტიკი, საშიში და ძალიან უკმეხი ადამიანი, მას არ ყავს მეგობრები, კარლს ძალიან უყვარს პოეზია, იგი თვითონაც წერს ლექსებს, მაგრამ უფრო ესეთ სიკვდილის თემატიკა უფრო აინტერესებს და მას მიდრეკილება აქვს სუიციდისადმი. და რომ რამდენიმეჯერ დოროთეამ იგი გამოიყვანა მდგომარეობიდან, ერთხელ იგი ძალიან სერიოზულად მოიწამლა, როდესაც მან ბარბიტურატები მიიღო საოჯახო აფთიაქიდან, თითქმის მთელი ყუთი და დოროთეამ ძლივს გადაარჩინა იგი სიკვდილს. და გავიხსენოთ კიდევ ერთხელ ის მომენტი, რომ ეს ყველაფერი იწერება მაშინ, როდესაც ადელაიდის სასაფლაოზე განისვენებს სრულიად უცნობი ადამიანი და არავინ იცის იგი ვინ არის. აი მე ხშირად ვახსენებ ხოლმე ეგრეთ წოდებული ოკამის სამართებლის პრინციპს, იგივე ნოვაკულა ოკამის. იგი ოკამი გახლდათ თეოლოგი, მე-14 საუკუნის ინგლისელი თეოლოგი იყო, ფილოსოფოსიც გახლდათ და იგი ამბობდა, რომ პრობლემის გადაჭრა და ამოცანის ამოხსნა ყოველთვის უნდა ვცადოთ ელემენტთა რაც შეიძლება მცირე რაოდენობების მეშვეობით. ანუ ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ორი კონკურენტი თეორიიდან უპირატესობა უნდა მივანიჭოთ იმას, რომელიც ყველაზე ადვილად ხსნის ამა თუ იმ მოვლენას. მაგალითად, მე ვარ წამოწურილი თუშეთში დელოზე. თვალები მაქვს დახუჭული, ნებივრობ მზეზე და მესმის ფლოქების ხმა. რა თქმა უნდა, მე ვიფიქრებ, რომ ეს არის ცხენი და არა ჟირაფი, რომელსაც ასევე აქვს ფლოქები. ანუ მე არ დავიწყებ შეთქმულების თეორიებში ჩაძრომას, ყველაზე რთული სიტუაციების განხილვას, არამედ უბრალოდ ვიტყვი, რომ რა შეიძლება ეხა თუშეთში იყოს ფლოქებიანი, ცხენი რა თქმა უნდა. ყოველთვის გამოიყენეთ ოკამის პრინციპი, ყოველთვის დაიწყეთ ყველანაირი სიტუაციის, თუნდაც რთული სიტუაციის მარტივი ახსნა. თუ ამ მარტივი ახსნა არ გაამართლა, შემდეგ წადით უკვე სიღრმეებში, იმიტომ რომ ადამიანებს ჩვევიათ აი ესეთი გართულება ცხოვრების, შემდეგ რაღაცა ესეთი მძიმე იდეებით ეტენებათ თავი და ამ იდეებიდან მე მათი ამოძრევა ცოტა რთულია ხოლმე. ოკამის პრინციპით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანი კარლ უები გახლდათ მოთამაშე, მოძალადეობისკენ მიდრეკილი, ასევე მოყვარული პოეზიის, ასევე ელექტრიკოსი და ასევე სუიციდისკენ მიმართული გონებით. ანუ ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა. რაღაც კითხვები მაინც რჩება, რა თქმა უნდა, მაგალითად რა შუაშია ყველაფერი ამასთან ჯესიკა ტომპსონი. მე მაქვს ასეთი ვერსია, რომ შესაძლოა ჯესიკა და დოროთია ყოფილიყვნენ დაქალები თუ არა, ყოველ შემთხვევაში კარგად ცოდნოდათ ერთმანეთი და როგორც ზოგადად მოძალადე ქფრებს ჩვევიათ ხოლმე, ახალ დაცილებულები არიან ის და დოროთია, კარლი და დოროთია ერთმანეთისგან. კარლი ეძებს მის ცოლს და იცის, რომ მას ყავს მეგობარი ასეთი ადელაიდაში, ჩადის სპეციალურად ადელაიდაში, პოულობს ამ ქალის ანუ ტომპსონის სახლს, მაგრამ იგი სახლში არ ხვდება და ამის შემდეგ დათრგუნული იგი მიდის პლაჟზე, სვამს საწამლავს და კვდება. არის რა თქმა უნდა კიდევ რამდენიმე საკითხი, რაც შეიძლება გახსნილად რჩებოდეს, თუმცა მე ხურავ ამ ერთ-ერთ საკითხს, მაგალითად ფულის და საბუთების. როგორც თქვი, ვებს ჰქონდა საკმაოდ კარგი შემოსავალი, მან გამოიტანა ადელაიდაში ჩასვლისას ბანკიდან ფული და ეს ფული გაქრა. ფული გაქრა საფულესთან ერთად, რომელშიც, რა თქმა უნდა, იდო საბუთებიც. მაგრამ ერთი ძალიან საინტერესო მომენტია. ვოლდემარ მაგნუსონი გახსოვთ, ხო, აი შულთან ერთად რო იპოვეს პლაჟზე და რომელიც ამტკიცებდა, რომ ესეც კარგად გავიხსენოთ, მე გითხარით დაიმახსოვრეთ, თქო, სომერტონელი უცნობი სხვა არავინ არისო, თუ არა კარლ ტომპსონია. მართლაც ასე აღმოჩნდა, ხო, კარლია, მაგრამ ტომპსონი არ არის. ტომპსონი საიდან მოიტანა ამ კაცმა? არავინ იცის. არავინ იცის, ვინ მოკლა ისინი. რატომ ემუქრებოდნენ მის ცოლს. და მით უმეტეს, რომ ამ დროს ჯესიკა ტომპსონი საერთოდ არ ფიგურირებს არსად. პოლიციამაც კი არ იცის მისი არსებობის შესახებ. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და მისტიური ამბავი ამ ყველაფერში ის გახლავთ, რომ ყველა ძალიან უცნაურ მკვლელობას ავსტრალიაში ამ პერიოდში ახლავს ომარ ხაიამის ყველაზე ძვირფასი და უნიკალური გამოცემა. რატომ? არ ვიცი, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ერთს კი გეტყვით, რომ
ამით გასრულდა ჩვენი მოგზაურობა შორეული ავსტრალიის უკაცრიელ სანაპიროზე, მიუხედავად პასუხგაუცემელი კითხვებისა 77 წლის წინ მომხდარი ეს ტრაგედია ებოტის დამსახურებით გაიხსნა, მაგრამ ალბათ არ დახურულა შეთქმულების თეორიების და კონსპიროლოგების თვის. იგი ერთ-ერთ პოპულარულეს პერსონაჟად რჩება მათთვის. და ბოლოს თუ კი ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და გაუძელით, კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ თქვენი ვერსიების შესახებ. მე კი ამით გემშვიდობებით, გაზაფხულის მშვენიერი დღეებია, კარგით გარეთ, გაისეირნეთ, გაიარეთ ბუნებაში და დაიმშვიდეთ ნერვები. ჩვენ ძალიან მალე შევხვდებით ერთმანეთს, კვლავ ძალიან საინტერესო თემებით. ნახვამდის.